14 აპრილი დედაენის დღეა. ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება. 47 წლის წინ რუსთაველის გამზირზე გამოსული ათასობით ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას და არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციის 78 მუხლში შეტანილი იმ ცვლილების დამტკიცება, რომლის მიხედვითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. მანიფესტაციების შედეგად ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. დედაენის მნიშვნელობაზე ფილოლოგი მარინა დოლენჯაშვილი გვესაუბრება. ქართველიერი ქართულ ენას დედასთან სიცოცხლის საწყისთან აკავშირებს. ქართული ენა ჩვენთვის ქართველებისათვის დედაენაა, მშობლიური ენაა. რა თქმა უნდა, არის სახელმწიფო ენა, სამწერლობო ენა. ქართული ენა ჩვენი სული და გულია. აი განსაკუთრებით ამაღლებელია ის, რომ ერმა დედაენას, მშობლიურ ენას ძეგლი დაუდგა. აი იაკობ გოგებაშვილის ხომ დედაენის გამოა თითოეული ქართველისათვის საათნო საყვარელი, სადიდებელი. ქართულ ენას უმღეროდაო ღვთისმშობელი იესოს. ანუ ღვთისმშობლის წირხვედრი ქვეყნის ენა, ღვთისმშობლის ენაც იყო ღრმა იესოს ზრდისას. შეიძლება ეს ჰიპოთეზაა, შეიძლება ეს არ არის დამკვიდრებული, დამტკიცებული, მაგრამ აი როცა ერი ყოველთვის ახსენებს იოანე ზოსიმეს, ყოველი საიდუმლოი ამას ენას აშინა დამარხულ არს, რატომ არ შეიძლება რომ ეს ჰიპოთეზა ჩვენ უდიდეს მადლად მივიჩნიოთ ერისთვის, იქნებ მართლაც უნდა გაცხადდეს საიდუმლო ჩვენი ენით და იქნებ ერთ-ერთი დიდი საიდუმლო ისაა, რომ სწორედ იავნანას ქართულად უმღეროდა მარიამ ღვთისმშობელი ღრმა იესოს. საერთოდ როცა მე ქართულ ენაზე ვსაუბრობ, ყოველთვის მახსენდება ჩვენი დიდი მამულიშვილების გრიგოლ ორბელიანისა და ილია ჭავჭავაძის სიტყვები. გრიგოლ ორბელიანი ენას საერთოდ მიიჩნევდა ერის დიდებად, რა ენა წახდეს, ერიც დაეცესო ამბობდა იგი. აი ილია ჭავჭავაძე ენობა, მტერობა ენის არს მტრობა ქვეყნისო მოგძახის დღესაც. აი მამათა ბრძოლა სწორედ ენის საკითხებზე წამოწყებულა. ეს არ შეიძლება აღვქვათ ბრძოლად ჩვენ ქართველებმა, ეს ქართული ენის გამდიდებად უნდა მივიჩნიოთ, როცა ორი დიდი მამულიშვილი, ორი დიდი პატრიოტი და მათი თანამოაზრენი ენის შესახებ მსჯელობდნენ და ენას უძღვნიდნენ სტატიებს და საერთოდ ენას მიიჩნევდნენ ერის სიცოცხლის მარადიულობის საწყისად, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ყოველთვის არ მივიჩნევდეთ ქართულ ენას